მოგესალმებით, ჩემო კარგებო, მე და ბუბუკა გესტუმრეთ მოკლე ვიდეოთი. დღეს გვაქვს შაბათი, 2025 წლის 1 მარტი, ამ წლის პირველი გაზაფხულის პირველი დღე. რა თქმა უნდა, ჯერ წინ მინუსებიც გვაქვს, თოვლიც გვაქვს, ჭყაპიც გვაქვს, მარტი აურევს თავისებურად, მაგრამ აი ეს თვითონ თარიღი 1 მარტი კალენდარზე უკვე აი საოცრად მაბედნიერებს, ბუბუკა მოისვენე და მინდა რომ მოგილოცოთ გაზაფხული. ახლა იქნება ჩვენი დედების, ქალების, რა ვიცი, მოკლედ ჩვენი დრო მოდის. იმედია ყველაფერი კარგად იქნება, იმედია იქნება შვიდობა, სიმართლე, სამართლიანობა, კარგი ადამიანების დაფასება, აღიარება და ყველაფერი კარგი გვეცხოვროს ისეთ ქვეყანაში, რომელშიც დროზე მიდის ადგილზე მაშველი და ყველა იცინეს და ყველა ბედნიერი. აი ესე ჩემო კარგი. დღეს არავითარისტი განსაკუთრებული გეგმა არ მაქვს, შაბათი დღეა, ოჯახი ვისვენებთ, ავდექი თუ არა, თმებზეც მეტყობა. შევარდი აბაზანაში და აი გამოსვლა არ მინდო და ზამთარი ჩამოვირეცხე მეთქი, ტასიკოს ვეუბნები. როგორ მოგწონთ ბუბუკას ახალი ვარცხნილობა? კარგი, ნუ მკოცნი, კაცო. გოგოებს და ბიჭებს შეხედე, ჯობია. ბიდი, შეხედე. არა, მე უნდა ჩამეხუტო. არა, ეგრე არ მაკოც. ხო და ვიწყებთ ამ სეზონს უფრო ენერგიულად, უფრო ხალისით, უფრო კაი ამბებით, უფრო მეტი საკუთარი თავის სიყვარულით, მეტი დასვენებით, მეტი სიამოვნებით და მეტი პოზიტივის შემჩნევით და მადლიერებით და აი ნახეთ ცხოვრება თუ უკეთესობისკენ არ შეიცვალოს. დღეს როგორც გითხარით, არაფერი განსაკუთრებული არ მაქვს გეგმაში. ერთადერთი პიცა მინდა გამოვაცხო. თქვენთან ერთად გავაკეთებ ამ ყველაფერს. რეცეპტს კი არ გასწავლით, უბრალოდ ერთად გავაკეთოთ. ასევე ტასიკომ რაღაცა ორცხობილები მთხოვა. ჩვენ ხო კვირაში ერთხელ გემრიელობას მივირთმევთ და ვნახოთ აბა რას გავაკეთებ. შეიძლება პროფიტროლები გავაკეთო, ეგრეთ წოდებული ეკლერები. ჩემი უსაყვარლესი დესერტი არის მოხარშული კრემით მომზადებული შუ, ეკლერი, კარპატკა, რა ქვია კიდე იმას, ტროპიკანა, პარიბრესტი, თუნდაც მოხარშული კრემით მზადდება არაჩვეულებრივი მარილიანი ზაკუსკა, როგორ არის ქართულად არ ვიცი. აპეტაიზერს ეძახიან ახლა, დღეს ვეძახდით ზაკუსკას და მოკლედ პირველი რაც არის მისაც უცხნებელი, ზაკუსკას ერქოს მისაც უცხნებელი. აი ესე ჩემო კარგებო. მორალურად მართლა ვემზადები, ექიმთან წასასვლელად, ორ შაბათს მივდივარ სტომატოლოგთან, უნდა ამომიღოს რამდენიმე კბილი, თვითონ უნდა გადაწყვიტოს რომელია ამოსაღები, რომელი ექვემდებარება შეკეთებას, რომელი არ ექვემდებარება. შემდგომ უკვე რომ მოშუშტება ეს ყველაფერი გაზაფხულზე, მაქვს ესეთი გეგმა, აუცილებლად უნდა მინდა ყოველ შემთხვევაში გავიკეთო ესთეტიური ვინირები, ესე ვთქვათ, ანუ ზედა წინა კბილები მინდა რომ გავილამაზო. თუ რაიმე იდეა გაქვთ ან გამოცდილება ამასთან დაკავშირებით, აუცილებლად მომწერეთ. რაც შეეხება მიმოწერას კომენტარებში, როგორც ყოველთვის, მადლობა რომ ჩემთან ერთად ხართ, მადლობა რომ აი ესეთი ტაქტიანები, ესეთი თბილები, ესეთი რაფინირებულები მყევხართ და ჩვენ არხზე კომენტარებში არის მშვიდობა, სხვა ბლოგერებს რო ვუყურებ, რა თქმა უნდა, ჩემნაირ ბლოგერებს და ნუ ისეთი ამბები ხდება, იქ რო გინება ლანძღვა, რა ვიცი, მე ერთმანეთის შეურაცხყოფა, დაბლოკვა, მადლობა ღმერთ, ჩვენთან ეგეთი არაფერი არ ხდება. ასევე მიხარია ის რომ ერთმანეთს პოულობენ, მეგობრდებიან, ამხანაგდებიან და მე აქედან ვარ, მეც აქედან ვარ, ჩემი და იქიდან არის. მოკლედ აი ესე ძალიან მიხარია რომ კომენტარებში ერთმანეთს პოულობთ. ასევე დიდი მადლობა შენაძენების მოწონებისთვის, მე ძალიან მომწონს. სუფრა მოგვეწონაო ძალიანო, დელფინებიანი მეგონა მეც და საქმე რომ გავშალე. ესა რა ქვია, ტასიკომ მითხრა რომ ისინიაო, რა ქვია, ზვიგენებიო და ტასიკოს უყვარს, ძალიან უყვარს ზვიგენები და სათამაშოებიც აქვს, 2 სათამაშო აქვს ზვიგენები. ზვიგენებიან მეც ძალიან მომწონს და ის შევხედე თუ არა, მივხვდი რომ იყო პარეო, ანუ
პლაჟზე მოსახვევი მაზარ საცურაო კოსტიუმზე, მაგრამ მე ეგრევე ვიფიქრე, ეს არის ხოშიანი სუფრა, აი ზაფხულისთვის თქო ვიფიქრე, აი ეგრევე წარმოვიდგინე, რომ ამას მაგიდას გადავაფარებ, იმ ნახურებს როგორმე ამოვგოლავ. და ესა რა ქვია, ლიმონის ლიმონათებს რო დაალაგებ, ეს ცისფერი ყვითელი და რაღაც სხვა ადამიანზესავით იქნება ზაფხულში. ასევე ფეხსაცმელებსო ცეცხლი უკიდიაო, მართალია ძალიან ბევრ ადგილას ცეცხლი უკიდია ამ ფეხსაცმელს. რა ამბავია. აგერ ჩვენივრად ვიყიდე. სად არისო ეს მაღაზიაო? გორში სად არის ეს მაღაზიაო? როგორც ჩანს, გორიდანაც მიყურებთ, გესალმებით, მიყვარს თქვენი ქალაქი. სად არის ახლავე გეტყვით. ეს არის მაღაზია LN. აუცილებლად სკრინს ჩავაგდებ Facebook-ზე როგორ იპოვოთ. არის ყოფილი ჩიტაძის ქუჩა, ახლანდელი წერეთლის ქუჩა. აი იმ დღესაც ვიცინოდი რომ ვიყავით. ძონძების სამყარო თბილისში ხო წერეთელზეა გამზირზე. აქაც იგივეა გორშიც. წერეთელზეა უამრავი ძონძი. არ ვიცი რომელი ნომერია, მაგრამ იოლად იპოვით LN. აკეთებენ ყოველ საღამოს ლაივებს, ანახლებენ ძალიან ხშირად ამ საქონელს. ამ ეტაპზე აქვთ მე როგორც ვნახე, არ ყოფილვარ, მაგრამ როგორც ლაივში ვნახე და დღესაც მომხმარებელი რო იყო შესული და რო იზომებდა, აი ყველა პიჯაკი მომეწონა. ყველა პიჯაკი, ანუ ზედა გაზაფხული, ზედა ჩასაცმელებია, კოსტიუმები და პიჯაკებია. ყველა ძალიან კარგი იყო, ყველა ძალიან მომეწონა. ფეხსაცმელს აპირებენ კიდევ, 3 სართულია, ნულოვანიც აქვთ, პირველი და მესამეც აქვთ. ხან ერთ სართულზე არიან დატვირთულები, ხან ორზე გააჩნია, რამდენი აქვს საქონელი და რამდენად ეტევიან. ასევე იქვე არის და Facebook-საც შეგიძლიათ იპოვოთ შვედური ფეხსაცმლის მაღაზია გორში. ამის Facebook-ის სკრინსაც აუცილებლად ჩაგიგდებთ. იქ არ აქვთ ასეთი დიდი ასორტიმენტი, იქ არის მხოლოდ ფეხსაცმელი, მაგრამ ფეხსაცმელი არის მშვენიერი. არის სულცინცხალი, არის ნახმარი, არის უფრო უარეს მდგომარეობაში, ვის როგორზე მიუწვდება ხელი, არის ბავშვის, ქალისაც და მამაკაცისაც და ახლა იცვლება სეზონი და ძალიან ხშირად აახლებენ ესენიც. ორივე სკრინებს დავტოვებ. ანუ ყოფილი ჩიტაძის ქუჩა, ახლანდელი წერეთელი. სკრინებს Facebook-ისას ჩაგიგდებ. ასევე ვინც თბილისში იმყოფებით. ცეცხლი უკიდიაო იმასო, რა ქვია, მეორაცო. მოდით გირჩევთ რამდენიმე ლოკაციას და სკრინებსაც ჩავაგდებ. იმიტომ რომ მე ყოველთვის მიყვარდა მეორადები, ყოველთვის არასდროს არ მქონდა მე იმდენი საშუალება რომ ბრენდები მეყიდა ბრენდულ მაღაზიებში, თუმცა ბრენდულ მაღაზიებშიც მიყიდია რაღაცაები ევროპაში ცხოვრებისას, მაგრამ მენანება, იცით, აი მართლა მენანება, ყოველდღიურ ჩასაცმელში მე მენანება ამდენი ფულის გადახდა და აი ხლა ეს ზედა რომაცვია, აგარაში მაქვს ნაყიდი, ფასტაკლებაზე სამლარად. შეხედეთ რა კარგი ფერია, ნაყიდი მაქვს არაჩვეულებრივია. ნაყიდი მაქვს რაღაცა კორონობამდე, მართლა. კორონობამდე მაქვს ნაყიდი. იმდენად რომ ორჯერ მოვასწარი, გახტომა, გასუქება, გავხდი, ჩამეტია, მერე გამიფართოვდა, ახლა ესა რა ქვია, ძალიან მჭიდროდ მეკვრება. ანუ რამდენი ხნის არის და სულ მაცვია, არაფერი არ ემართება. რატო უნდა ვიყიდო ახლა ეს ემათ რა ქვია 85 ლარად მაღაზიაში. აი რატო? მით უმეტეს რომ რას მაღაზიაში ვიყიდე, ყველაფერს ფერი გაუვიდა და გაიწლაცა და გადასაგდები გახდა ერთ სეზონში და ეს მაქვს და მაქვს. არის ესეთი როგორც ქვიშხეთში ამაფენ უკვდავ ყვავილა. აი ამ ლოკაციებს ჩაგიგდებთ აუცილებლად, სად შეიძლება რომ ნახოთ ის რაც თქვენ აუცილებლად მოგეწონებათ და რაღაცას შეარჩევთ. და არის კიდე ერთი მომენტი, არის კატეგორია ადამიანების, ჩემნაირები, რომლებსაც უყვართ ქექვა, არის მეორე კატეგორია, რომელიც უბრალოდ თვალები მიჭრალდება და ვერაფერს ვერ ხედავთ ჩემო მეგობარმა და დავდივართ ერთად და მე ვპოულობ იმისთვის რაღაცებს და აი შენ რო ხარ, მაშინ აქვთ ხოლმე, არ არის ეგრე, უბრალოდ ვპოულობ მე ამ ყველაფერს. რა მინდოდა კიდევ რომ მეთქვა თქვენთვის რაღაცა მნიშვნელოვანი იყო
ხო, აი რა მინდოდა რომ მეკითხა. ეხლა სარეცხის მანქანა მიმღერა. აი ესეთ გრძლად მღერის სიმფონიური ორკესტრი. რა მინდოდა თქვენთვის რომ მეკითხა? მინდა შევიძინო ჭურჭლის სარეცხი მანქანა. რომელიც არ ვიცი რომელია უკეთესი. არ მინდა ახლა მთლად 30 პერსონიანი ეგ პერსონებით არის. თუ გაქვთ გამოცდილება, გთხოვთ მომწეროთ, რომელი შევიძინო, რამდენ პერსონიანი შევიძინო, რა მინუსი აქვს, რა პლუსი აქვს და ასე შემდეგ. ასევე არასოდეს არ მქონია და მაინტერესებს თქვენი გამოცდილება თუ გაქვთ ასეთი სარეცხის მანქანის საშრობის თაობაზე. ანუ სარეცხს რო გამოიღებ და სარეცხის მანქანას რო გავს ეს რგვალი ბარაბანი რო აქვს და რო უნდა შესვა და უნდა გააშრო. აი ამაზეც მომწერეთ თუ შეიძლება. ასევე ვეხმაურები კომენტარს იტალიიდან, მადლობა ყურადღებისთვის პირველ რიგში რომ მომწერეთ სარბენ ბილიკთან, ტრენაჟორთან დაკავშირებით, რომ მე მაქვსო იტალიაშიო და გავყიდიო. საქმე იმაშია, რომ ტასიკომ ჩემმა შვილმა ვფიქრობდი, რომ აი დაგვედგინა, რაფასად გაყიდდით, რა დაჯდებოდა მისი გამოგზავნა, რამდენ კილოგრამზე იყო, მაგრამ ტასიკოს მეგობარმა უთხრა, რომ მე მაქვს გამოწერილიო, არის მეორადიო და შენც გამოგაწერინებ, მოკლედ რაღაცა სხვა წერტილი იპოვა და იმათ რაღაცა თავისი ანგარიში აქვს ტასიკოს და თავის მეგობარს და ასე რომ მითხრა, რომ შენ ამითი ნუ დაკავდები, მაგას მე მოვაგვარებო. ასე რომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მე საბოლოოდ მეგონა მაინც რომ თქვენგან შევიძენდი და გთხოვდით გამოგეგზავნათ იტალიიდან. რა თქმა უნდა მოლაპარაკების შემდეგ, თანხების დადგენის შემდეგ, მაგრამ არ მოგვიწია ამ საკითხზე თანამშრომლობა, ესე ვთქვათ. და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყურადღებისთვის. აი ესეა ჩემო კარგებო. მივცხოთ ახლა ერთი გემრიელი პიცა, შეიძლება კიდევ რაღაცაც და მინდა გთხოვოთ. კვირაში ერთხელ ჩემი უსაყვარლესი საქმიანობით, რადგან ვკავდები, კვირაში ერთხელ, რადგან თავს უფლება მივეცით, რომ მივირთვათ რაღაცა დესერტი, კვირის განმავლობაში მომწერეთ ხოლმე კვირის ბოლოს, სადღაც შაბათ კვირას, რომელი დესერტი გნებავთ, რომ მოვამზადო. აი ასე. კიდევ ერთხელ გილოცავთ გაზაფხულის დადგომას. კარგი გაზაფხული გქონოდეს, აი ჩვენ გულს და სულს რომ გაუხარდება. აი მხოლოდ სეზონი კი არ იყოს, აი მართლა გაზაფხული რომ იყოს, რაღაცა ცვლილება, სიახლე, ხელახალი ცხოვრების დაწყება, აყვავება, გაფურჩქნა, სურნელი, კარგი ხასიათი, კარგი განწყობა და ნანატრი ჩიტუნიების მოფრენა რო იყოს სულში და გულში, არა მარტო ხეებზე და არა მარტო ბუჩქებზე. ჩემო კარგებო, დიდი პატივისცემით გემშვიდობებით, ხვალამდე, აბა ყოჩახთ. ბავშვები არიან, ბავშვები. ნუ ხმაურე. უკვე გახურებული მაქვს აეღუმელი. სილიკონი დავაფინე საცხობზე. ცომი ამოვიდა. და გადამაქვს ეს ცომი. და გადამაქვს აი ასე. როგორც ამოვიდა, ისე გადამაქვს საცხობ ზედაპირზე. აი ასე. ასე და აი ეს სიყვითლეები. და გავასწორო. აი ეს სიყვითლეები არის ზეთის. აი ნახეთ. ზეთი მაქვს შიგნით.
ხელი მაქვს ოდნავ-ნამიანი, ცომით საკმაოდ ზეთიანია. აი ესე. და მაქსიმალურად გავათხელებ ახლა ამას ამ ცომს ამ ზედაპირზე. იმიტომ რომ ნამდვილი იტალიური პიცა უნდა იყოს ძალიან თხელი და სხვა თუ ვერაფრით ვერ შევასრულებ იტალიური პიცის კრიტერიუმებს, იქნება სითხელით მაინც მივამსგავსო. მეც მართლაც ძალიან მიყვარს თხელი პიცა. ცომი უნდა იყოს ძალიან ცოტა. სამაგერო ზედაპირზე იმდენი ყველი დევს ხოლმე და იმდენი ძეხვი დევს ხოლმე, რომ აი პირში ძლივს ეტევა ადამიანს. ყველი განსაკუთრებით აი გამეტებითაა დამატებული. და ეგ არის იტალიური პიცის მთელი მუღამი, რომ აქვს ბევრი ყველი და ნამდვილი იტალიური ყველი. აი ესე ჩემო კარგებო. ცენტრიდან გავიტან ნაპირებში და გავუკეთებ ესეთ პატარა იმებს. შემაღლებებს, ბორდებს. რომ რასაც აქ წაусმევ და დავდებ გვერდებში არ გადაიღვაროს. ახლა თუ გადაიღვარება არაფერი, მაგრამ გადაიღვრება უბრალოდ. არაფერი, მაგრამ მაინც ეს ბორტები ლამაზია და თან აი ამ ბორტებს იტალიელები არ ჭამენ, როგორც ჩვენ ხინკლის კუჭებს აი ესე. არ ჭამენ. ტოვებენ აი ამ ქერქებს. აი ასე ჩემო კარგებო. და ახლა გადავიმან ხელებს. ზეითუნის ზეთი. ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი. აი ასე. გადავანაწილოთ. მე ჩემებურად ვაკეთებ იტალიელებს რაღაცა ეს აქვთ. დამოღამებული აქვთ, წვრილცხვირიანი ჩამოსასხმელი აქვთ და ესე მოწუწავენ ხოლმე. მომიტევონ იტალიელებმა მე დედაჩემის გაკეთებული ჩვენი ბოსტნის ტომატი მაქვს. მხოლოდ მარილი აქვს, მხოლოდ. აი ასე. მე მგონი უნდა იყოს ესეც ესე გავანაწილოთ. აფერს არ ყოფნის, დამატება უნდა. დამატება უნდა და დავამატოთ. უფრო მეტი ტომატი უნდა მოვამზადო ამ ზაფხულს. უნდა შევიძინო კიდევ ერთი მაცივარი სავარაუდოდ, უნდა შევინახო გაყინულები და მათ შორის ცოცხალი პამიდორიც და მოხარშული ტომატიც ბევრი დამჭირდება, იმიტომ რომ წელს არ გვეყო. აბა გაზაფხული ჯერ არ მოსულა და ჩვენ ტომატის მარაგი ფაქტიურად ამოვწურეთ. აი ასე. არ და ძალიან არ მეყვარს მაღაზიის ტომატი. ესე. მაქვს ძალიან გემრიელი ჭყინტი ყველი, ქართული, ჩვეულებრივი, რომელიც რომ აი ცხელში კარგად იქცევა და იქნებ გაწელვაც დაიწყოს. ზედვე დავახეხავ. ესეთ ნაუცბათებს ვაკეთებ, იმიტომ რომ პარალელურად ბევრ რამეს ვაკეთებ და არ მინდა ხა კიდე ცალკე მას ვქნა. აი ესე ცენტრში მოვახეხავ და მერე ნაპირებში გავიყვან. ძალიან მომეწონა კი არა, მომენატრა იტალიური პარმეჯანო. იქნებ თბილისში რომ მოვხვდები რაღაცა მსგავსი შევიძინო. აი ასე. რუსებს აქვთ ესეთი გამოთქმა. Маслом кашу не испортишь. და მართლაც ხაჭაპურს, პიცას ყველით ვერ გააფუჭებ. რამდენიც არ უნდა დაამატო. უხდება და უხდება და უხდება. ყველაფერს უხდება, ყველი და ნიგოზი უხდება აბსოლუტურად ყველაფერს. ნიგოზი ხო საერთოდ უნივერსალურია, როგორც დესერტებში, ასევე მარილიანებში. გადასარევი. აგარაში ვიყიდე ეს ყველი, ერთი და იგივე მაღაზიაში ვყიდულობ და იქ ერთი და იგივე
ფერმერს მოაქვს და კმაყოფილი ვარ. Ამ ეტაპზე ჩვენთან სუპერმარკეტში ყველი ღირს 13 ნახევარი. წავედით და კიდევ დავიბანეთ ხელები. გავანაწილოთ ჯერ ყველი. კარგად გაშავებამდე შემწვარი სოსისი მაქვს, რომელსაც დავაყარე შავი პიმპილი და დავაყარე პაპრიკა. წითელი ტკბილი წიწაკა. იმიტომ რომ არ მქონდა სალამი და ცოტა არომატი მივეცი. მოუხდება. ტასიკო ორეგანო გინდა? და ერთ ნაწილს სოსისიანს დავამატებ ორეგანოს იტალიიდან ჩამოტანილს. მივაბრძანოთ მაქსიმალურად მაღალ ტემპერატურაზე, გამოვაცხოთ ზედა ქვედა წვაზე. აი თუ აქვს 250 მაქსიმალური თქვენ ფურას, უნდა აუწიოთ 250-მდე. და ზედა ქვედა თუ აქვს, რა თქმა უნდა, ორივე უნდა ჩართოთ. ასეთ შემოგენაცვალე. ასე, ეს არის ცუდი, ის უმაგას ვამბობ, ამითია ცუდი, სილიკონზე ვერ გაჭრი, ვერ გადაატარებ ვერაფერს. ამიტომ ესე ჩავჭრი ხოლმე და აი ასე, ნახეთ. რა ბიჭია, შეხედეთ რა თხელია. მშვენიერი. მადის აღმძვრელი, ამას ახლა გავყოფ მე სამკუთხედად და ერთ იმას ნახევარ სამკუთხედში მეც მივირთმევ. და რა მინდოდა კიდევ რომ მეთქვა, აი თავად ნახეთ, რამდენჯერ გადავიბანე ხელები, ხო? და კიდევ ჭურჭელი მაქვს გასარეცხი. მე თუ ხელთათმანით ჭურჭლის რეცხვა არ ვისწავლე, ვერაფრით, ვერა მაზით, ვერა ლოსიონით, ვერა ნუნების ზეთით ვერ ვიწესრიგებ ხელებს და ვაბერებ აი ესე დროზე ადრე. ამიტომ ჩემებმა იქნება გვეყიდაო ჭურჭლის სარეცხის მანქანაო და რატკენის გვეყიდაო, მოდი ბარემ საშრობიც გვეყიდაო სარეცხისო. ამიტომ მაქვს თქვენთან ერთი კითხვა ჩემოკარგებო. თუ გაქვთ ჭურჭლის სარეცხი მანქანისა და ჩვეულებრივი ტექსტილის სარეცხი მანქანის საშრობის ხმარებისა და ქონის გამოცდილება გთხოვთ მომწეროთ და მირჩიოთ, რომელი ჯობია, ღირს თუ არ აყიდოა საერთოდ და ასე შემდეგ, ან სად ვიყიდო, ან როგორ გამოვიწერო, მოკლედ თუ რაიმე ინფორმაციას ფლობთ, გთხოვთ, შემეხმიანოთ. ახლა კი დაგემშვიდობებით. აბა.